ამ დრომდე დღემდე ამ მილსადენის ფუნქციონირებას პრობლემა არ ქონია და პრობლემა არ შექმნია. იმ შემთხვევაში თუ იქნება პრობლემა, თუ ვერ განახორციელებს ბიპი თავის საქმიანობას, რა თქმა უნდა დაიდება ალტერნატიული პროექტი. ტრაფარეტი რო ჩასვეს, აი იმასთან დაახლოებით 30 მეტროც არ არის. და მე როგორ იქნება ახლა მე მთავრობის გადასაწყვეტია რა თქმა უნდა და ასე თუ გააგრძელეს ალბათ ის მილსადენი მოხვება იმათ მხარეს და არ ვიცი მაგას ვინ გადაწყვეტ ტრობას გადავჭიდო გადავიტანო სხვა თელები და გადავიყვანო და ხალხს აღარ ჩვიანი ხალხი რომ ცხოვრობს აქ და ხალხი ადამიანები ხალხი სადაც ეგ კი ტრობა ნავთობსჩივის მარტო ნავთობსჩივის რომ ნავთობი გადაიტანოს გადმეიტანოს მაგრამ ეხ ხალხი მაგ ცხოვრობს იმ რატომ არ ფიქრობენ და ტრობა მაშინ ხალხს მე გადაიყვანოს სოფელიასო ხო მას ამბობენ მე ტრობას სხვა გზიდან შეიძლება აიყვანოს და ტრასიდან გადაიყვანოს მაგრამ ეხ ხალხისაც უნდა წაიყვანოს ხალხი მოსახლეობა თუ მისი მიწარი მამულია რატომ სჭრის იმას ტრობას და რატომ არ სჭირებს მორიგებაზე რატომ არ ემეშობა ალბათ ეს გულისხმობს მილსადენს გადაიტანს სადღაც შორს გზას იქით არ გადაიტანს ავტომაგისტრალის იქით ეგენი დაინტერესებული არიან ავტომაგისტრალზეც იქ მაღალი ძაბის ის გადის მაღალი ძაბის ხაზები გადის ენგური და მარაგდება თბილისი ხაზებიც აქ გადის ავტომაგისტრალიც იქ გადის 950 მეტრი აქედან მეტი კი არა ამ დანარჩენს რას უშვება ყველაფერს გადაიტანს მთების გადაღმა წალკისკენ თუ გადაიტანს ამ ხალხს რა ეშველება სოფელს ტერიტორიას საქართველოს ძირძველი ტერიტორიას რა ეშველება ეს ცხობს აკითხავია არც ერთი ხალხისთვის არ არის მეტი რა გითხრა სარწყავი წყალი ჩვენ არ გვაქვს აჰა 2 წელი გახდა ეს გაზის ტრუბები გაიყვანეს და ჯერ გაზი არ არის ჩართული რა ვიცი რა გვეშველება ამ საწოდაო ხალხთა რითვი არსებობთ მე არ ვიცი ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ ამ ხელა ამბავი მოხდა არც ერთი მთავრობის კაცი არ ჩამოსულა იქ ბანერთან ზურა ბაბაშიძე ჩამოვიდა ერთი და ვსი კალაძემ განაცხადა რომ არაფერი არ არის მილსადენს გადავწევთ იქითო შეკაიქაცო მილსადენს იქით გადაწევ ხალხს რაღაც უშვებიან ამას რატო არ ამბობენ ხალხი არ არის და ეს მილსადენი ბიზნესის სფეროა და იმიტომ გადასცევენ იქით და მოაცილებენ ტერიტორიას თუ რატო ესე იგი მილსადენი გადაიწევს ხალხი დარჩევიან ასე გამოდის მისი თქმით პირველ რიგში მე მინდა მოგიწოდოთ ყველა სიმშვიდისკენ საჭირო არ არის ზედმეტი აჟიოტაჟი და პანიკა აბსოლუტურად გაუგებარია და გაუმართლებელია ამგვარი ქმედება მე იმედი მაქვს რომ რუსეთის ხელისუფლება დაინტერესდება ამგვარი პროვოკაციებით და შეჩერდება ეს პროცესი იმას საზღვარი მოსწიოს ჩვენ მივსწიოთ მაგრამ არ არის საქმე ჩადგესნა თავრობამ ხალხმანა ჩადგესნა და შვიდობა ნაკნა დაასეს ჩიერიოსნა თავრობა და უთხრას ნარბე ჩამოსულიყო პრეზიდენტი ჩამოსულიყო მაგრამ ესენი და მაგათ მოიხსეს მე ფარი ახლა ჩვენ შეგვეშქვათ რომ ღამე იქნება თუ დღე იქნება რუსმა არ შემოვიდეს და არ შეუღობენ რამე არ დიგვიშავოს ჩვენა მე უსმინეთ რო ხელი ამის გადაცემას აი იმასთან დაკავშირებით რომ ყველაფერს გავაკეთებთო და მივყვებითო იმ დინებას მაგრამ აქ არიან გარკვეული ხალხი რომელიც პანიკაშია დაუცველები ვართ როგორ იქნები მშვიდად რომ ყოველ წუთს აღი დღესაც ახლა საიდანაც თივას ვეზიდებით იქვე გაიარენ რუსებმა და არ არის გამორიცხული რომ პატარა შემთხვევაზეც ვინმე აიყვანო ბევრი მომხდარა აქედან რომ გაიყვანეს ჩვენ იმედი გვაქვს სხვათა შორის რომ რაღაცას გააკეთებს პრემიერი მაგრამ დღესდღეობით ვერაფერს ვერ ვხედავთ ღარიბაშვილის განცხადებაზე მე იმას ვიტყოდი ჩემს თავად და ჩემ აზრს გამოვხატავდი რომ პანიკის საშიშროება არ არის რომ ამბობენ ჩამოვიდნენ ამ სოფელში დაждდნენ მათი ცხოვრում და პანიკის საშიშროება იქნება თუ არ იქნება იმას მაშინ ლაპარაკონ იქნება თუ არ იქნება აი მაგალითად მე საქონელი მყავს დამული იმ ტერიტორიაზე ახლა 2 სული და იმას საღამოზე რომ მოვიწავალ მოსაყვანად მე არ ვიცი იქიდან მოვალ თუ არა თუ არ მოვედი ესე იგი წაყვანილი ვარ თუ მოვედი შვიდობით მოვედი ის თბილისში ზის და ლაპარაკობს მისთვის პანიკის საფუძველი არ არსებობს იქ არავინ ჯერ არ მისულა ალბათ იმაზე დიღმის შესაძლებელია რომ ბანერს დაასობენ მე ჩავარდები ამ პანიკაში ამა რა
რაც კიდე ის ილაპარაკოს რა გაგვიკეთა ხალხს არაფერიც არა უფრო ცუდისკენ წავიდა უფრო უარესობისკენ წავიდა პენსიები 250 ლარინა გეეხადა ისიც არაფერი დანამატი არა საწოდავი ხალხი აქ დაყრილი ვარ 200 ლარი გვაძლევს წელწადში შეშის ფულს 200 ლარით რამდენი შეშანა მოიტანო ამ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გიყოს იმის მოტანილი შეშა არაფერი ყურადღება არ არის გზა ჩვენ არ გვაქვს წყალი ჩვენ არ გვაქვს გაზი ჩვენ არ გვაქვს არაფერი არ გვაქვს ამ ქვეყანაზე ასე მიგდებულები ვართ პროვოკაციებით თუ დაინტერესდება უფრო პროვოკაციებს უფრო მოაწყობს საპანიკო იყო აბა არ იყო თუ სოფლის თავიდან ბანერს ამოიღებენ მოიტანებენ და სოფლის ბოლოში დაარჭობენ საპანიკო აბა რა არის ხალხი ცხოვრობს საქონელი დაყავთ სამუშაოზე მიდერებში გადიან ყოველ წუთში იქ რომ დაარჭეს ეს ბანერი იმას ნიშნავდა რომ იქ არც უნდა გახვიდეთ ან მით უმეტეს რომ გააფრთხილეს აღარ გამოხვიდეთ საპანიკო აბა არ როგორ არ იყო საპანიკოც იყო და საშიშიც იყო და ახლა ამის მერე თუ აღარ დაარჭებენ აღარ საპანიკო იქნება და აღარ საშიში აღარ იქნება როგორც ვიყავით აქამდე ალბათ ისევ იქნებით კიდევ და ცოცავი ანექსია სახეზეა 2008 წლიდან მოყოლებული ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია და 2 კილომეტრით მეტს გადმოწევენ თუ გადმოწევენ საზღვარს ან 20 მეტრით გადმოიწევენ რუსები ეს ძალიან ცუდია მაგრამ იმავე ხაზის გაგრძელებაა რაც ქვეყანაში სამწუხაროდ დიდი ხანია ხდება შენი ადგილი სადაც არის ვიცი ფერმაში საცხა საქონელს წველიდი თინათინ ხიდაშელის განცხადებიდან მე ასეთი დასკვნა გამოვიტანე კიდევ ვიმეორებ რომ რუსეთი თავისი ხელით გადაიტანს ძველ საზღვრებს ჯერ მათაც არიციან საქართველოს საზღვარი სად არის საქართველოს საზღვარი სად არის ისიც არიციან ჯერ და არც მე ვიცი სხვათაშორის სად არის მაჩვენონ ერთი მოვიდნენ და მაჩვენონ საქართველოს საზღვარი სად არის სად მდებარეობს მოდის ვინმე გამოდის საზღვარზე ლაპარაკობს რომ საქართველოს საზღვარი არის ლენინგორში ამადა ამ ტერიტორიაზე ამადა ამ ადგილზე აქ და აქ ან ჩვენთან მოვიდნენ და გვითხან საქართველოს საზღვარი აქ სად არის სად მდებარეობს ის საზღვარი გვაჩვენო იმ საზღვარში კი ჩვენ არ გადავიდეთ და არ გვეშინოდეს არც არ გვიყვანონ მათთვის არ აქვს და ჩვენთვის აქ მცხოვრებელ ხალხისთვის ყველაფერი ერთი მტკაველიცო გადმოიწიოს ის უკვე საშიშია ყველაფერს მნიშვნელობა აქვს რატო არა აქვს მნიშვნელობა ხალხი ცოდვანი დაურჩით თორემ მათ კარგად არის ამბობს 2008 წლიდან მოქმედებს ანექსია მცოცავი ანექსია გადმოდის 20 მეტრით 30 მეტრით ახლა კილომეტრნახევრით გადმოვიდა და რა ვიცი აქამდე რეაგირება ვერ ახდენს ალბათ არ აქვს მნიშვნელობა 2 მეტრით გადმოიწევს 100 მეტრით თუ რამდენიმე კილომეტრით ამათვის მნიშვნელობა არ აქვს მაგრამ ხალხისთვის ყოველი მტკაველი მიწა ყოველი ის ერთი გოჯი მიწაც საქართველოს ტერიტორიის მიტაცებისა ეს არის უკვე ანექსია კი არა რა ვიცი რა ქვია ამას ალბათ ასე ხდებოდა და ასე დაინაწილებენ და ასე გააქრობენ საერთოდ რუკიდა საქართველოს აბა ერთდროულად თავს არ ესხმიან ნაწილ-ნაწილად გართმენ დღეს ცოტას აგართმენ მერე ცოტას მერე მაგისტრალს გადაკეტავენ აღმოსავლეთსა და დასავლეთ საქართველოს გათიშავენ ერთმანეთიდან პროვოკაციებს მოაწყობენ და არეულობა და დესტაბილიზაციის შეტანა და ეგ არის თავარი და თქვენ თავის ვერ უვლით ვერაგვართ და ჩამოვა და დაждდება აქ კი არ დაждდება დიდუბეში დაждდება თბილისში დაждდება და ყველა იქნება მისი ეს პირველი შემთხვევა არ არის რომ გადმოსიეს და აგერ არის სოფლის გარშემო რომელიც ეს ტრაფარეტი ნელა მცუცავი ტრაფარეტი აქეთ მოდის და ამას კი კომენტარი აგერ ჩვენ თავდაცვის მინისტრმა თქვა მაგრამ ხო ვიღაცამნა ჩადგეს რაღაცა მოლაპარაკება ხონა გაკეთდეს რომ ეს მცოცავი ის გაჩერდეს და ხალხიც დამწყდარდება ერთი მტკაველი მიწაც რო არის იმას ყველას მნიშვნელობა აქვს როგორ არ აქვს და მაგაზე რა თქმა უნდა კიდევ მათი გადასაწყვეტია და აქ ხალხი დაიმედებულინა იყოს ხონა იყოს რაღაცა ზემდგომი ორგანოებიდან ის რომ ეს ყველაფერი მოაგვარონი ეს მცოცავი ის გაჩერდეს და ხალხიც გაჩერდება და მიხედავს თავის სოფელს და თავის მიწას და წყალს
არასდროს აბარაგოს ეს. იძახის 2008 წელს რაც გამოხდა ის წევდა იმაში. ახლა სხვა პრეზიდენტია, სხვა თავრობა არის. ახლა მათმა შერიგება და ისნა გააკეთონ. ის კი არ გააკეთონ, ხამდან მოგლიჯონ გადააგდონ, ხამდან ომი და ხამდან ის დევიწყოთ. თუ ასე წამოვიდნენ, იგაცევლენ ერთ წელიწადში და თუ ახლა ამათმა შერიგებაზე და რამეზე არ წევდნენ. ევლენ და დადგებიან იმ ტრასაზე და მემრე იტყვიან კიდევ არაფერიაო. ესენი. ნებისმიერ შემთხვევაში ყველა ეს მოქმედებები ჯდება იმ კანონის ფარგლებში, რაც მიღებული იყო წინა ხელისუფლების მხრიდან. ანუ ვერანაირ თქვათ ასე ჯერ არ არსებობს აი ამ კანონის დარღვევის რაღაც გარკვეული მაგალითები, რომ ის რაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხდება, სამწუხაროდ ეს არის საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული საქმიანობა. ეს მშვიდობიან პოლიტიკას რას უწოდებს, მე ეგეც გაუგებარია ჩემთვის და არა ის მინისტრია საერთოდ. რას აკეთებს? ეს პირველ რიგში ყველაზე პირველად უნდა მოსულიყო იქა. ზურავობაში ძესთვის უცად მოესწრო ამას პრემიერ-მინისტრი და სამთავრობო საერთოდ საერთოდ დაბალი რანგის ისინი მოვიდნენ. ეს უფროზე მინისტრები და არც გამოჩენილან. ეს ახლა ეკრანთან ლაპარაკობს, რას ლაპარაკობს შეიძლება მანაც არ იცით, თვითონაც არ იცით. რამდენად გადმოიწია, არ უნახავს, არ მოსულა, რომელიც პირველ რიგში უნდა მოსულიყო. ეს არის მოყვანილიყავთ კი დააშავეს და მოხდა ომი. სახელმწიფოს დესხა ეხლა უზარმაზარი ქვეყანას შემოიჭრა საზღვრებში, ამა ჯარი ყავს ჩვენ ქვეყანას. ჯარი უნდა გამოიყენო, რომ ან შეაჩერო, ან ცოტა შეებრძოლო და სამ ვიღაცა მოვა გაიგებს და გეხმარება. ეს მოყვანილიყავთ, რომ ისინი აძაგონ და ლანძღოს და იმიგულისთვის, მეტი ამას არაფერს არ აკეთებს ეს. მარტო ლანძღავს ნაციონალური მოძრაობის თავრობას. მე ვერ ვიტყვი მაგას, რომ კანონის ფარგლებში იმოქმედება. ეს პირველად უკვე არ გვესმის წინა ხელისუფლება, უკვე 3 წელი გავიდა და ამ ხელისუფლებამ ხომ უნდა გააკეთოს, ვიღაცამ ხომ უნდა გააკეთოს ხვალე. ეს გრძელდება და გრძელდება, მაგრამ რომელი მთავრობა გააკეთებს ჯერ არც ვიცით. ჩვენ იმედი გქონდა ამ მთავრობისა და უყურებთ რომ არაფერი არ კეთდება, ისე გრძელდება, კიდევ ბევრჯერ გავიმეორებ ამ სიტყვას, ამას კიდევ პასუხს გავცემ, რომ მოვიდნენ და ნახონ, აგერ გაყოლებული ყველა ისა და რეაგირება არაფერი არ არის. ცარიელი ლაპარაკია, მე ასე ვთვლი. აი არაფერი არ გაკეთებულა, ამას მე პირველად არ ვისმენ, ლაპარაკობენ, მაგრამ შედეგს ვერ ვხედავთ. ბატონ ზაქარიაშვილის განცხადება არის. თავისი მთავრობის წევრების თავისი განცხადებებით დღეს როგორ იქნება ან აი განცხადებებს აკეთებენ, ხან ისე თავის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ, ხან ურთიერთ გამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ. ერთ ამბობს, მეორეს ამბობს, რომელიც უნდა დაუჯერო კაცმა ვერ მიხდები. არც ერთი არ არის დასაჭირო. რომელიც უნდა დაუჯერო. ასეთი შტაბეჭდილება მჩება, რომ არც ეს არ უნდა დაუჯერო. როგორც ახლა იქცევიან, ქვეყანა არ დალაგდება. ყველაზე ახლოს ეგ არის ზღაპარი. ქვეყანას არ ეშველება, არ დალაგდება.